ღვთის მშვიდობა თითოეულ თქვენთაგანთან და უფლის მადლი, უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ, როგორც გვაქვს ნათქვამი, ჩავერთეთ ლაივში და უფლის სულმა წარმართოს დღევანდელი მსახურება, დღევანდელი და უფლის მადლი იყოს თითოეულ ჩვენთაგანზე. აგერ უკვე ხედავ შემომსვლელებს და უფალმა წარმართოს ჩვენი ერთობაც და მოზიარეობა. შეგეძლიათ ძვირფასებო, გადააზიაროთ ჯგუფებში, ან ვისაც იცით რომ აინტერესებს და გვისმენენ ხოლმე, შეგეძლიათ გაუზიაროთ უფლის კურთხევა, უფლის მადლი რომ თითოეულ ჩვენთაგანზე გავრცელდეს, დაივანოს და უფალმა გვაკურთხოს აი ამ ჩართვაში და აი ამ მოზიარეობაში. უკვე შემოსვლელებს ხედავ და თქვენს ემოციებს, თქვენს ლაიქებს, გულებს ხედავ და აი უფლის მადლი თქვენთან მოგესალმებითო, ჩვენც მოგესალმებით. ხო, საბერძნეთიდან გწერს ჩვენი ძვირფასი და უფლის კურთხევა და მადლი არ მოკლებოდეთ. აბა როგორ ხართ? როგორც გავაკეთე განცხადება, მაქვს თავისუფალი დრო, რომ დღეს გავაკეთო ლაივი, თუმცა რომელიღაც ლაივი მაინც ემთხვევა ხოლმე რომელიღაც ჩართვას, იმიტომ რომ დღეს ტელეგრამში ეკლესია უნდა ჩართულიყავით, მაგრამ ვარჩიეთ რომ გაგვეკეთებინა ლაივი და ყოველი ასე რომ ვთქვათ, გაღებული მსხვერპლი მე ვიცი რომ კურთხევა არის ხოლმე ადამიანებისთვის, ასე რომ დღეს ვინც ლაივში შემოგვიერთდებიან და მიიღონ თითოეულმა ადამიანმა კურთხევა და დღევანდელ დღეს ისეთი სიტყვა მოიტანოს ღმერთმა, რაც თითოეულ ჩვენთაგან სჭირდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ეს მოზიარეობა, ეს ერთობა და უფლის მადლი იყოს თითოეული ჩვენთაგანის წარმართველი. როგორც გავაკეთეთ განცხადება, 9 საათი უკვე შესრულდა და აგერ ჩვენ შემოვუერთდით ლაივში. ტელეგრამში, როგორც გითხარით, ჩართვა არ იქნება, ჩვენ ვიქნებით დღეს Facebook-ში. ღმერთის მადლი არ მოკლებოდეთ თითოეულ თქვენთაგანს და უფლის სულმა წარმართოს დღევანდელი დღე. ალელუია. მოგესალმებით კიდევ ვინც შემოხვედით, ვინც გვესალმებით, ვინც წერთ მშვიდობა იტალიიდან წერენ ჩვენი ძვირფასები, დიდება უფალსო და ჩვენი ძმა აქვე არის თბილისში. თუ რამე ისეთი კომენტარები იქნება წავიკითხო თქვენთან ერთად. მაკას მშვიდობა, პატას მშვიდობა, ეკას მივესალმები, აქაც და მეორე ოთახშიც. მზევინარი ჩვენთან ერთად არის, ნინო წერს მშვიდობაო, მარი ჩვენთან ერთად არის, ღმერთის კურთხევა იყოს თქვენთან. ნანა გვეხმიანება და მშვიდობას უსურვებს ყველას. ალიკაც ჩვენთან ერთად ყოფილა და აგერ მშვიდობა გვისურვა, უფლის კურთხევა, უფლის მადლი. მე მგონი ვისაც ხედავ კომენტარებში ასახელებ და ასევე ვხედავ ლაიქებსაც და ლაიქებზე ჩანს თქვენი სახელები, თქვენი სახეებიც და სახელებიც. საღამო მშვიდობისო ჩვენმა ძვირფასმა და მათენიდან, საღამო მშვიდობის და ოჟუჟუნა, ღმერთმა გაკურთხოთ, ყოველთვის აქტიურები ხართ. ემიგრანტები და რა თქმა უნდა არა მხოლოდ ემიგრანტები, არამედ ჩვენებიც ვინც აქედან არიან. დიანა მშვიდობა, აგერ ჩვენ და ნონას ხედავ. მაიას მშვიდობა, მარინა შემოგვიერთდა კახეთიდან, უფალმა გაკურთხოთ. ალელუია. მაიაც ჩვენთან ერთად არის, მაიკო, დიდება უფალსო. მზია, აი განამატოსხები არიან ათენიდან, მეც თქვენთან ერთად ვარო. მშვიდობა თქვენთან. ინგას მივესალმებით. უფალმა გაკურთხოთ, ხათუნაც ჩვენთან ერთად არის. დღეს აი მოკითხვის დღე არის თითოეული თქვენთაგანისთვის. ალელუია. უფალმა აკურთხოს ჩვენი ერთობა. მე ვიცი რომ
გვიყვართ ჩვენ ლოცვა, შუამდგომლობა, რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანზე, ჩვენს ქვეყანაზე, მნიშვნელოვანია, როცა თითოეული ჩვენთაგანი თამ უნდა დავინახეთ ამ მშვიდობა, ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთის მადლი იყოს თითოეული თქვენთაგანთან. ალელუია. ალელუია. მნიშვნელოვანია შუამდგომლობა, ლოცვა, განწყობა. აგერ სოფო მოგესალმა, უფალმა გაკურთხოთ. შორენაც გესალმება და უფლის კურთხევას გისურვებს. ამასობაში ხალხმა მოიმატა პირდაპირ ეთერში. რუსუდანს მივესალმებით, მშვიდობა. ყველა კომენტარი ჩანს. კალბატონ ნათელას მივესალმებით. ციცინო მშვიდობას გისურვებს სამსაღამოთი. ანა მარიას მშვიდობა, ღმერთმა გაკურთხოთ. მეცაკავარო კეთი პავლიაში ციოც აქ ყოფილა. რიტაც აქ არის ჩვენთან. თამუნა ბოჭორიშვილი თელავიდან აგერ აქ არის. მოგესალმებითო რუსუდან მოგესალმეთ თქვენს, ღმერთმა დაგლოცოთ. ალელუია, მადლობა ჩვენს ძვირფას უფალს. ანიც ჩვენთან ყოფილა. ალელუია, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, უფლის მადლი იყოს თითოეულ თქვენთაგანთან. ხვიჩას მშვიდობა, მშვიდობა. ალელუია, შილოკო ფარედა შიდარა კრამა. ალელუია, ვენდი კორმაიდეს დეკამ. ალელუია. ჰალელუია, მადლობა უფალს, მადლობა თითოეული თქვენთაგანისთვის, თითოეული აქტიურობისთვის. ლუკას მშვიდობა, ღმერთმა დაგლოცოთ. დაიუფლის სულმა წარმართოს ეს მსახურება, ეს ერთობა, იცი ძვირფასებო, მორწმუნე ადამიანები არიან გამარჯვებულ პოზიციაში, ძალიან ხშირად აი ამას ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანი უნდა იყოს გამარჯვების პოზიციაში. როცა ადამიანი გამარჯვებული არის მხნედ, არის ძლიერად, არის კურთხეულად, არის შემართებით, არის მტკიცე კლდესავით. მადლობა უფალს. ბელას მშვიდობა, გიორგი მოგესალმებით ძმაო, ღმერთმა დაგლოცოთ. ალელუია. თუ რამე კომენტარს აქ ვერ წავიკითხავ, შემდეგისთვის წავიკითხავ. მირიანს მშვიდობა გქონდეს, უფალმა დაგლოცოთ. ალელუია. ამიტომ გამარჯვების პოზიცია არის საუკეთესო მდგომარეობა, და საუკეთესო პოზიცია, იმიტომ რომ უფალი თვითონ გვაძლევს გამარჯვებას. ჩვენ გვაძლევს ძლევას. ჩვენ ვიცით სახარებიდან მეორე ადგილია, როცა უფალი პირდაპირ ამბობს, რომ გამარჯვებულს მოვისვამ. გვერდით გამარჯვებული და იმკვიდრებს ამას, გამარჯვებული იქნება ჩემთან ერთად, გამარჯვებული. ვინ არის გამარჯვებული და ვინ როგორ გაიმარჯვა, ვინ როგორ მიიღო ეს გამარჯვება, როგორ არიან ქრისტიანები გამარჯვებული, დღეს რაღაც დონეზე გვექნება ამაზე საუბარი და უფალი დაგვეხმაროს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ გამარჯვების პოზიცია გქონდეს დამკვიდრებული. ნახეთ, ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ იცით თქვენ, რომ მარტო ლაივში არა, ძალიან ხშირად გვიწევს ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრა ეკლესიებში, ასევე სხვადასხვა მსახურებებზე, ასევე ჩარტებში და ამაზე ძალიან ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, რომ გამარჯვების პოზიცია და თვითონ გამარჯვებული ადამიანი და რა გვაძლევს ჩვენ გამარჯვებას, რა გვაძლევს ჩვენ გაბედულებას, რა არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი რაღაცა თუნდაც მარცხს იგემებს, ან რაღაცა წინააღმდეგობა შეხვდება და შემდეგ როგორ გამოდის ამ მდგომარეობიდან და როგორ აძლევს უფალი ძლევას ადამიანს. ამაზე ძალიან ხშირად გვისაუბრია, ჩვენ ვიცით, რომ უფალმა იესო ქრისტემ აღგვითქვა არა მარტო სული წმინდა, არამედ თავისი სიტყვა, რომელსაც სული წმინდა გაგვახსენებდა, იმიტომ რომ სიტყვაში არის ძალა. რა თქმა უნდა, სული და სიტყვა მოქმედებენ ერთად. სული ცალკე და სიტყვა ცალკე არ მოქმედებს. არამედ სული და სიტყვა ერთად მოქმედებენ. სული არ გეტყვის სიტყვის საწინააღმდეგოდ არაფერს და სიტყვაში ჩვენ გვახსოვს, რომ იესო ქრისტე გვეუბნება, თქვენ მიიღებთ ძალას და ამის შემდეგ იქნებით გამარჯვებულ პოზიციაში თუ გაყევებით აი ამ სულს. ძალიან ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას იმაზე, რომ პირველი მოციქულები რატომ იყვნენ ესეთი გაბედულები, რატომ იყვნენ ესეთი შემართებულები, იმიტომ რომ მათ ეგონათ, რომ ძალიან მალე მოვიდოდა უფალი. იცით თქვენ ალბათ იოანეს სახარებაში პირდაპირ ამბობს წერილის ავტორი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იოანე, რომ გავრცელდა ხმა,
რომ არ მოკდებოდა ის მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა, სანამ უფალი არ მოვიდოდა, ანუ სიკვდილს არ იხელავდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ არ მოკდებაო ეს მოწაფე. თვითონ იცოდა, რომ ესე არ იყო, მაგრამ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ და გავრცელდა ეს ხმა, რომ იოანე მოციქული არ მოკდებოდა, სანამ იესო ქრისტე არ მოვიდოდა და ადამიანებს ეჯერა, ძალიან ბევრ ადამიანს ეს ეჯერა. თუმცა იოანე ყურადღებას ამახვილებს, რომ იესოს ასე არ უთქვამს. თუ მე მსურს რომ დარჩეს თქვენ რა. და ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ იოანე მართლა დარჩა და იოანემ იხილა იესო ქრისტეს მოსვლაც, ქვეყნიერების აღსასრულიც, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ზეცაში ხდებოდა, რაც დედამიწაზე უნდა მოხდეს, იესო ქრისტეს პირდაპირ მოსვლა, ყოველივე იხილა თავის სიცოცხლეში და დაწერა გამოცხადებაში. ანუ იესომ რაც იგულისხმა, ეს იყო სულიერი მომენტი და ის იხილავდა ამ სულ ყველაფერს და რა თქმა უნდა იოანე იქნებოდა ის ადამიანი, რომელიც გადმოსცემდა. ამიტომ შემართება პირველ საუკუნის ეკლესიას რო ჰქონდა და პირველ მორწმუნეებს რომ ჰქონდა, რაღაცა აძლევდა ამად ძალას, მოლოდინი, რწმენა და ის მიძღვნა, რაც მათ უფალს მიუძღვნეს და თავისი ცხოვრება შეწირეს. ჩვენ ვიცით, რომ იესო ამბობს და ამახვილებს ყურადღებას, რომ დროთან განმავლობაში განელდებაო სიყვარული, მრავალსო გაუნელდებაო სიყვარულიო, გამრავლდებაო ცოდვაო, ქვეყნიერებაზე დაეშვება მრავალი ცოდვა და განელდებაო სიყვარული, მაგრამ თითოეულ ჩვენთანგან შეუბნება, რომ არ განელდეს თითოეულ ჩვენთანგანში სიყვარული, არ დაიძინოს ადამიანმა, იყავით ფხიზელი, იყავით ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში, არ იცით რა დროს დაბრუნდება უფალი იესო, ამას პირდაპირ გვაფრთხილებს და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ როცა გამრავლდა ცოდვა მთელს ქვეყნიერებაზე, სიყვარულის განელება ხდება და მრავალ ადამიანს უნელდება სიყვარული. ამიტომ ჩვენ რა მოწოდებაც გვაქვს ქრისტიანებს ყველას, პირველ რიგში, როგორ ამბობს სიტყვა, ვინც დგა იფთხილოს და იფხიზლოს რომ არ წაიქცეს და შემდეგ ვინ ძლიერები ხართ და ფეხსეთ გეხართ, თქვენ ზიდეთო უძლურთა ტვირთი, შეეწიეთ, დაეხმარეთ, ანუ შეეხიდეთ უძლურთა ტვირთი, თქვენ ძლიერებმა ზიდეთო და დღეს ჩვენ ამის მოწოდება გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ადამიანები, რომლებიც შეიძლება სუსტ მდგომარეობაში იყვნენ, შეიძლება ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ვერ გადაწყვიტეს, ვერ გადადგეს ნაბიჯები, ვერ მიაღწიეს გამარჯვებას, ვერ მივიდნენ იმ პოზიციამდე, რომ ადამიანები იყვნენ სრულად ყველა ცოდვაზე და ყველა შემოტევაზე გამარჯვებულები, ჩვენ ერთმანეთის შეგონებით, სიტყვით, დამოწმებით, თუნდაც იმით, რომ ჩვენს თავზე, ჩვენს ცხოვრებაზე ვამოწმებთ, ვამბობთ იმას, რომ ღმერთში აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ უფალი ამბობს, ჩემში ყოველივე შეგიძლიათ, ყველაფერი ძალმიცო, პავლე მოციქულმა თქვა, ჩემს გამაძლიერებელ უფალ იესო ქრისტეში. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გამარჯვების პოზიცია შეინარჩუნოს და თუ აქამდე არ გაუმარჯვია, მივიდეს იმ პოზიციაში, რომ გამარჯვება დაიმკვიდროს. ზრდასებო, ნახეთ, არც ერთი ადამიანი არ არსებობს, ვისთანაც შეიძლება საუბარი თქვენც გქონია და რა თქმა უნდა მეც მქონია, რომ ადამიანის შინაგანში არ იყოს კაკუნი, რომ მან გადადგას ღმერთისკენ ნაბიჯები. ყველა ადამიანში ძვირფასებო, იმიტომ რომ იესო ქრისტემ იმდენად გააღვიძა თავისი სულით, ყველა ადამიანის სინდისი იმდენად გააღვიძა, რომ ყველა ადამიანში სინდისის ქეჯნა არის და თუ ადამიანს ინტერესი აქვს და ისმენს ღმერთის სიტყვას, ან ეხლანდელ საშუალებაში იცით თქვენ, რომ გავრცელებული არის ღმერთის სიტყვა ინტერნეტით, ყველა ადგილას, ყველა პლატფორმაზე. მადლობა ღმერთს, რომ ვრცელდება ღმერთის სიტყვა. მადლობა ღმერთს, რომ იზრდება ღმერთის სიტყვა. დაინტერესებული ადამიანების რიცხვი იზრდება. ვიღაცა სადღაც ღებულობს გამოცხადებას, ვიღაცა ბიბლიას იღებს ხელში და იწყებს კითხვას, ვიღაცა ახალ აღთქმას, ვიღაცა ინტერესდება, ვიღაცა სოციალურ ქსელში ეძებს სხვადასხვა მსახურებებს, სხვადასხვა ქადაგებებს, ვინც სხვადასხვა ენა იცის, ინგლისურია, რუსულია, სხვადასხვა ენები, სხვადასხვა ენებზე უსმენენ. ანუ ადამიანები ამ ბოლო დროს ინტერესდებიან, ეს ძალიან კარგი პერიოდია იმ ხრივ, რომ ბოლო საგვიანო წვიმაა, მაგრამ ადამიანებს სიყვარული რომ უნელდებათ და ჩვენ ხედავთ, რომ
ბევრ ადგილას სიყვარულის განელება ხდება, თუმცა ბევრი ადგილი არის ისეთი, სადაც ძალიან ძლიერი დიდი გამოღვიძებები არის, მაგრამ ვიღაცას რომ სიყვარული უნელდება, რა თქმა უნდა, ღმერთის სული ამას ვერ მოიწონებს და პავლე მოციქულიც ამბობს, რომ თუ უკან დაიხევთო და იკოჭლებთო და არ გაყვებითო და როგორც დაიწყეთ, ისე არ დაამთავრებთ და არ გაყვებითო უფალსო, ესო ჩემს სულსო არ მოეწონებაო, ჩემი სული ამასო ვერ აიტანსო. ხვდებით, ნახე, ქრისტიანების ცხოვრებაში კიდევ ამბობ, რაც დასაწყისში ვთქვი, პირველი რომ იდგე შენს მოწოდებაში, რასაც მიაღწიე, ის ხელში გეჭიროს და შემდეგ ეხმარებოდეს სხვებს. ეხმარებოდეს სხვებს, თუნდაც გადაგებით, თუნდაც ქველმოქმედებით თუ თანადგომით იქნება თუ ლოცვით იქნება თუ მარხვით შუამდგომლობით, რომ ადამიანები წინ და წინ წავიდნენ. ძვირფასი მოწეღან ვახსენე, რომ სულიწმინდისგან ყველა ადამიანის სინდისი არის გაღვიძებული. ანუ ყველა ადამიანში სინდისი არის გამძაფრებული. მე როცა ადამიანებთან საუბარი მაქვს და როცა რა თქმა უნდა, ქრისტეზე არის ხოლმე, გადარჩენაზე არის ხოლმე, ცოდვების დაძლევაზე და გამარჯვებაზე არის ხოლმე საუბარი, ყველა ადამიანს უნდა ამის გაკეთება, მაგრამ ეშმაკი ადამიანებს ატყუებს იმდენად არიან ადამიანები მიჯაჭულები და შესისხორცებულები ცოდვას, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ ცოდვილი მდგომარეობიდან როგორ შეიძლება ადამიანის გამოსვლა. ეს ადამიანურად მართლა წარმოუდგენელია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ მე ოდესმე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ოდესმე ღმერთთან მივიდოდი, თუმცა ღმერთის შესახებ ბავშვობიდან ვიცოდი, 15 წლიდან ვიცოდი, მაგრამ ისეთი ცხოვრობით ცხოვრობდი დაახლოებით 7 წელი, რომ ვერ ვიფიქრებდი თუ ოდესმე ღმერთის მორწმუნე გავხდებოდი. იმდენად ვიყავი შესისხორცებული ქვეყნიერებას. ვერ წარმომედგინა, ჩემს ფიქრებში ვფიქრობდი, როგორ შეიძლება მოხდეს, არადა მახსოვდა წინასწარმეტყველება, რაც ჩემზე იხილეს, რაც ჩემზე თქვეს. ეს წინასწარმეტყველებები, როცა მახსოვდა, ვფიქრობდი, რომ ეს რა იყო, არადა წინასწარმეტყველება ღმერთისა რომ არის აუცილებლად აღსრულდება, არადა ვიცოდი, რომ წინასწარმეტყველება იყო, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს იმ წუთას არსებობაში ხედავდი, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ვიყავი და ვერც კი ვიფიქრებდი თუ ეს აღსრულდებოდა, როდესმე ჩემით არ შემეძლო ამ ნაბიჯების გადადგმა, მე არ შემეძლო, რომ როგორც ქრისტიანი ესე ყოფილიყავი, მორწმუნე ყოფილიყავი, ეკლესიაში ყოფილიყავი, არ შემეძლო, მე ჩემით ამის ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო. მაგრამ დადგა პერიოდი, როცა დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ თუ ადამიანები მართლა ამ ქვეყნიერებაზე ყველა ჩადენილი ცოდვის გამო პასუხს აგებენ, ჩემი ჩადენილი ცოდვების გამო რა პასუხისგება მომელეის ღმერთის წინაშე. აი ამაზე დავფიქრდი სერიოზულად, არა სხვა და არა სხვა ადამიანი, არამედ პირადად ჩემი ცოდვები და ჩემი ცხოვრება, რომელიც ღმერთისთვის მოსაწონი არ იყო. აი ამ ნაბიჯმა, აი ამ ფიქრებმა გადამადგმინა ეს ნაბიჯი, აი ამის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი, აი შემდეგ ეს ნაბიჯი რო გადავდგი და აი ამ ნაბიჯმა როცა უფალთან დავაპირე წასვლა, ყველაფერი გამიადვილა, იმიტომ რომ ღმერთმა აიღო პასუხისმგებლობა ჩემზე, ჩემს ცხოვრებაში. ნაბიჯის გადადგმა იყო ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ საჭირო და შემდეგ უკვე დავინახე, რომ უფალი მეხმარებოდა აბსოლუტურად ყველაფერში. რაშიც აბსოლუტურად მივენდე უფალს და მიუძღვენი თავი და დავემორჩილე, ყველაფერი ძალიან მალე დალაგდა. მაგრამ რაშიც ჩემი ფიქრები, აზრები, თუნდაც ის, რაც ჩემი შეხედულება იყო, გვერდზე არ გადავწიე და ის აზრები, ფიქრები და ჩემი შეხედულებები ჩემში დავიტოვე, ყველაფერმა გააჭინაურა, თუ როგორ იტყვიან, ანუ გაგრძელდა შეცვლა, ანუ ცვლილება გადაიწია, მალევე არ მოხდა ცვლილება, რაშიც არ მივეცი ადგილი ღმერთს. ძალიან ხშირად ნახე ადამიანი, როცა ნაბიჯს გადადგავს და უფალთან მივა და მოინანიებს, რა კი ეს ნაბიჯი გადადგა, ხანდახან ადამიანები ფიქრობენ და ეს ეშმაკის ერთ-ერთი მზაკრობა არის და ერთ-ერთი ტყუილია,
ფიქრობენ რომ მისი ხასიათი, მისი ბუნება, მისი შეხედულება, მისი გამოცდილება, მისი მოქმედება, მისი არ ვიცი, ყველაფერი რაც მასში არის, ყველაფერი მოსაწონი შეიძლება იყოს ღმერთისთვის. რა კი ღმერთთან მივიდა და რა კი ღმერთის სიტყვას ისმენს და რა კი მოინანია, მისი ხასიათი და ბუნება არ უნდა დაექვემდებაროს მაინც და მაინც ცვლილებას. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ტყუილი. უნდა დაექვემდებაროს თითოეული ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება ცვლილებას სახარების სინათლეზე. წარმოიდგინეთ, მოდი ერთი ადგილებიდან ძვირფასებო წაგიკითხოთ ეს. ხაცერად მაქვს გულში რომ ეს ადგილი. წავიკითხო, ეს არის ტიმოთეს პირველი წერილი. პირველი თავის მეხუთე მუხლი არის. ნახეთ, პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს. ხოლო მცნების მიზანია წმინდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცორ რწმენით სიყვარული. ესე იგი, მცნების, ღმერთის სიტყვის რაღაც მიზანი არსებობს თურმე. ანუ სიტყვა მცნებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ის სიტყვა, რომელიც ჩვენთან მოდის, ამას თავისი მიზანი ჰქონია, რომ შენში რაღაცა ცვლილება მოახდინოს. და კონკრეტულად რა არის ეს მიზანი? აი ამ წუთას ვკითხულობთ, ხო? ტიმოთეს წერილში როგორც გითხარით, მეხუთე თავი. ნახეთ, მეხუთე მუხლი. ხოლო მცნების მიზანია წმინდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცორ რწმენით სიყვარული, რასაც ზოგიერთები ასწნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისაგან. რადგან სურთ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, არ კი გაეგებათ რას ლაპარაკობენ და რას ასწავლიან. ეს გაგრძელება. ანუ ადამიანებს სურთ რომ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ აი ამ სიტყვას, აი ამ მიზანს არ მისდევენ და არ ემორჩილებიან. და ზოგიერთებმა რომ გადაუხვიესო და აცდნენო, ანუ ის მიზანი მათში აღარ არის ჩადებული, ის მიზანი მათთვის, ის მიზანი არ არის და რეალურად მოქმედება არ არის მათ შინაგანში, უნდათ რომ მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ რას ლაპარაკობენ, რას ასწავლიან, კაცმა თვითონაც არ იციან რომ პავლე მოციქული ამბობს. წარმოიდგინეთ, ეს ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში. ეხლაც ვხედავთ ესეთ სიტუაციას ძალიან ბევრს, ადამიანები ძალიან ხშირად, არ ვიცი, ელბაში თქვენ შეგხვედრიათ, ვინც კარგად ერკვევით ბიბლიაში, ახალ აღთქმაში, შეიძლება მოусმენ და მიხვდეთ რომ საერთოდ აზრზე არ არის და სახარებიდან ლაპარაკობს, ბიბლიიდან ლაპარაკობს, საერთოდ აზრზე არ არის რას ლაპარაკობს. თვითონაც არ იცის, რატომ უნდა რომ მასწავლებელი იყოს რჯულის, უნდა რომ რაღაცა თქვას, უნდა რომ რაღაცა ასწავლოს, უნდა რომ რაღაცა სხვას გადასცეს და ერთი კარგი ადგილი გვაქვს, კურნალო განიკურნე საკუთარი თავიო, ხო? ანუ მასწავლებელო შენ თავს ასწავლი, პირველად შენს თავს ასწავლი და შენი ქცევებით უკადაგე ადამიანებს, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ნახეთ, ხოლო მცნების მიზანია წმინდა გული, პირველი. წმინდა გულით და კეთილი სინდისი და უთვალთმაქცორ რწმენით სიყვარული. პირველი ყოფილა წმინდა გული. ესე იგი შეიძლება რომ ადამიანს წმინდა გული არ ქონდეს. ეკლესიაში იყოს, მსახურებაშიც იყოს, მაგრამ მისი გული არ იყოს წმინდა. მორწმუნე ერქვას, მაგრამ მისი გული, აი როგორც პავლე მოციქულმა თქვა, სიწმინდეს არ ექვემდებარებოდეს, მის გულში არ იყოს სიწმინდე. გესმით? ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის. შემდეგ მეორე ვთქვათ, ნახეთ, კეთილი სინდისი. ანუ შეიძლება ადამიანს ბოროტი სინდისი ჰქონდეს და გადაგებდეს და ლაპარაკობდეს. ხვდებით? მაგრამ გარეგნულად ადამიანს არ ეთყობოდეს, მაგრამ თვითონ შინაგანში რა კარგია, როცა ადამიანი ძალიან ხშირად თავის თავთან რჩება, როგორი ხარ სინამდვილეში, ძალიან კარგად იცის შენ, იმიტომ რომ სული, რომელიც შენში არის, კარგად ცნობს შენ თავს. ანუ ადამიანმა თვითონ ძალიან კარგად იცის, როგორი არის შინაგანად და როცა შენ მარტო რჩები, ძალიან ადვილი დასანახი არის შენი ფიქრები, აზრები, მოქმედება სულიწმინდასთან, სინდისთან, როცა მარტო ხარ, სინდისი ყოველთვის გამხილებს, ყოველთვის მიგითითებს, ყოველთვის სამართლიანობისკენ გიბიძგებს, იმიტომ რომ სინდისი თითოეულ ჩვენთანგანს ჩადებული აქვს ღმერთისგან თვითკონტროლის სახით. ანუ ღმერთის სული, რომელიც სინდისთან ძალიან ხშირად თანამშრომლობს, ღმერთის სულმა ჩადო შენში სინდისი, თუ ეს სინდისიც ბოდიშთან გამოთქვას და დამწვარ დადაღული არ იქნება და
ვიცი ჩვენ სახარებიდან რომ შეიძლება ადამიანს სინდისი გადაეწვას კიდეც და დაეწვას, ამიტომ თუ ადამიანში სინდისი მოქმედებს, სინდისი ყოველთვის სამართლიანობისკენ გიბიძგებს, მაგრამ სინდისის გაჩუმება ძალიან ადვილად შეიძლება. თითოეულ ჩვენთაგანს ეს გამოგვიცდია, როცა სინდისი გელაპარაკება, მაგრამ შენ აჩუმებ. შენ ყურადღებას არ აქცევ, სინდისი ამის შემდეგ ჩუმდება. იმიტომ რომ შენ თუ გადააბიჯე იმას, რასაც სინდისი გეუბნება, სინდისი ვერაფერს ვეღარ იზავს, იმიტომ რომ შენ ამას ყურადღებას არ აქცევ. აი ზუსტად აქ, აი ამ ერთ პატარა მუხში, პავლე მოციქული ყურადღებას ამახილებს, რომ კეთილი სინდისი გქონდეთ. კეთილი სინდისი გქონდეთ, როცა რაღაცაში სინდისი მსჯავს გდებს და გეწინააღმდეგება, იცოდე რომ ღმერთიც გეწინააღმდეგება. როცა სინდისი გდებს მსჯავს, გეწინააღმდეგება ღმერთიც. ამიტომ სინდისი, როგორც აი აქ კითხულობ, კეთილი სინდისი გქონდეთ, ხოლო ცნების მიზანი ყოფილა წმინდა გულით, აბსოლუტურად წმინდა თავისუფალი ხარ ყველა ადამიანის მიმართ, არასამართლებ, არ განიკითხავ, ბოროტულად არ ლაპარაკობ, შეურაცხყოფას არ აყენებ ადამიანებს, ცინიზმი არ გაქვს, სიცრუე არ არის შენს გულში, არ იპოვება, თუ რამეს ამბობ, ჭეშმარიტებას ამბობ, არავის ატყუებ, წმინდა გულით, კეთილი სინდისით და უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული. ეხლა ვნახოთ, უთვალთმაქცო რწმენა. ანუ შეიძლება რწმენა თვალთმაქცური იყოს? რა საინტერესოა, ხო? ალბათ არ ვიცი, შეიძლება არ მოგისმენიათ ამის ესე ახსნა, მაგრამ რაღაცნაირად ღმერთს გულში აქვს ჩადებული ჩემთვის, რომ აი ეს დეტალები, აი ეს პატარა მუხლი უბრალოდ აგიხსნათ. წარმოიდგინეთ, ნახეთ. უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული. შეიძლება რწმენა იყოს თვალთმაქცური? რა თქმა უნდა, შეიძლება. არიან ადამიანები, რომლებიც თვალთმაქცურად მოქმედებენ, რა თქმა უნდა. ასეთ ადამიანებს ღმერთის სული ეძახის უსულო ადამიანებს, ხორციელ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სულიერის გაგება. იცით, აზრი არ აქვს ადამიანებთან კამაც, ადამიანებისთვის რაღაცების მტკიცებას, როცა მათ სინდისი, სუფთა და კეთილი არ აქვთ, როცა მათ გული წმინდა არ აქვთ და როცა მათ უთვალთმაქცო რწმენა არ აქვს და თვალთმაქცურად იქცევიან. და როცა კიდე სიყვარული არ აქვს, ეს ხო საერთოდ ცალკე არის. აზრი არ აქვს ესეთ ადამიანებთან საუბარს და ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც ვერ შეეთვისნენ სულიწმინდის მხილებას, სულიწმინდის სწავლებას, სულიწმინდის შეგონებას და ამას ვერ გაყვნენ, ისევ ჩვეულებრივ გააგრძელეს თავისი ცხოვრება. თითოეულმა ადამიანმა ძვირფასებო, ნახეთ რა უნდა ვთქვათ. დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა, თითოეულმა ადამიანმა. იმის შემდეგ, რაც უფალს დაუახლოვდი, ან რაც უფალს შევხვდი, ან რაც ღმერთის სულის ძალა მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. რა იცვლება, რა შეიცვალა, რა ცვლილებები არის ჩემს ცხოვრებაში და არის თუ არა ის კეთილი ნაყოფი, რომელიც უფალს ასიამოვნებდა. ანუ ჩვენს ცხოვრებაში არის თუ არა ის ნაყოფი, რომელიც, სახარებისეულად ვიცი ჩვენ ჩამოთვლილი არის მთელი რიგი, არ ვიცი, სულიწმინდის და სიკეთის ნაყოფი რაც არის, ხო? თუ ამას ხედავ შენ ცხოვრებაში, მაშინ ცვლილება მოსულა და გიხარია, მაგრამ თუ ხედავ რომ რაღაცა ან ერთი ადგილის დატკეპნა არის შენ ცხოვრებაში, ან რაღაცა წინსვლა კი ვერ არის, უკანსვლა არის, ან ხედავ რომ ხილება სინდისის არის, მაგრამ შეწუხდი და ყოველთვის გადაწევ ღმერთთან მისვლას, ასე იცის ადამიანმა, მოდი ჯერ ამ სიტუაციას მოვაგვარე, მოდი ჯერ ამას გავაკეთებ, მოდი ჯერ იმას გავაკეთებ, მოდი ჯერ აი ეხლა ეს პრობლემა მაქვს და ამ პრობლემით როგორ მივიდე უფალთან და აღარ დგება ხოლმე ის დღე, როცა ადამიანი განთავისუფლდა ამ პრობლემებისგან და თქვა რომ ეხლა კი უნდა მივიდე უფალთან. აღარ დადგება ხოლმე ეს დრო. ყველაზე დიდი მტერი, ძალიან ხშირად მithქვია, ეკლესიაში საბას ქვადაგებ და ვამბობ ხოლმე, არის საკუთარი თავი, საკუთარი ხორცი, შენი ხორციელობა, ყველაზე დიდი მტერი და ერთად ერთი გამოსავალი აქედან ეს არის
ხორცი უნდა იყოს ჯვარცმული, ანუ ხორცის ნებაზე შენ არ უნდა გაიარო. შენი ხორცი, როგორც იესო იყო ჯვარცმული და ჯვარცმული ადამიანი ცოდვისთვის უკვე მკვდარი არის, ასე ამბობს პავლე მოციქული. მე ჯვარცმული ვარო. ქვეყნიერებისთვის და ქვეყნიერება ჩემთვის არისო ჯვარცმული. ანუ შენ უნდა იყო ცოდვისთვის ჯვარცმული, ანუ მკვდარი. მოკლედ რო ვთქვა, შენ უნდა გახდე ცოდვისთვის მკვდარი. როგორ შეძლებ ამას? უფლის გარეშე არაფერი არ შეგიძლია. ერთი რამე იცოდე. ეშმაკი იმდენად მზაყვარია, როგორც კი დაინახავს შენს შეცდომებს, შენს ჩავარდნებს, თუნდაც შენს შეცოდებებს, ან შენს გულის თქმებს, როგორც კი ხედავს, რომ შენში ეს არის მოდის და მსჯავს გდებს და გეუბნება, ასეთი შენ ღმერთთან ვერ მიხარ. ასეთი შენ ღმერთის წინაშე ვერ წასდგები, ასეთი შენ ღმერთისთვის არ შეიძლება რომ გამოსადეგი იყო, ასეთი არ ახარ ღმერთის მოსაწყენი და ყოველთვის გდებს მსჯავს, არ უნდა მოусმინო. შეცდომების გარეშე ადამიანები არ არსებობენ. შეცდომების გარეშე ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ადამიანს ჭირდება მიიღოს გამოცხადება იმისა, რომ მე შეიძლება რაღაც მეშლება, მაგრამ ღმერთი ჩემსკენ არის, მხარს მიჭერს, ღმერთს ჩემი ცოდვა არ გაუკვირდება, არამედ ღმერთს უნდა რომ დამეხმაროს და წაქცეულიც კი ადამიანი, რომელიც შეიძლება წაქცეული იყოს, უცბათვე უნდა წამოდგეს, უცბათვე უნდა მოხდეს ამ ადამიანის აბსოლუტური ცვლილება, იმიტომ რომ ღმერთი უჭერს მხარს. რაც სახარებაში წერია ძვირფასებოდა, რაც ცოდებით ჩამოთვლილი არის სახარებაში, თვითონ სახარება ამბობს, რომ ეს ყველაფერი, რაც დაიწერა მორწმუნეებისთვის. წარმოიდგინეთ, რაც რამე არის დაწერილი, თუ რჯულის ქვეშ ყოფთათვის ამბობსო, სახარება, რაც დაიწერა, ჩვენთვის დაიწერა, ჩვენზე ლაპარაკობს ღმერთი. ამიტომ თუ რამე არასწორი დაინახე შენ ცხოვრებაში, არ ხედავ, რაც გაკავებს ღმერთთან მისასვლელ გზას, გიკეტავს, გიღობავს, გაკავებს, რაღაცა ბარიელს ქმნის, პირდაპირ შეგიძლია გაბედულად უთხრა, განაცხადო ქვეყნიერების, ეშმაკის, ღმერთის, ზეციური ანგელოზების წინაშე და თქვა, ღმერთი არის ჩემსკენ, მას უნდა ჩემი ცვლილება, იესო ქრისტე მოკვდა ჩემთვის, რომ მე არ დავღუპულიყავი. და ამის შემდეგ, როცა ეს აღიარება ხდება, უკვე შინაგანათაც გაბედულება გეძლევა და რწმენა გაძლევს იმის გაბედულებას, რომ მიეახლო ღმერთს და უთხრა, ღმერთო, მჭირდება შენი დახმარება. მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც მოინანიეს და მომენტალურად მოვიდა მათ ცხოვრებაში ცვლილებები და უკეთესობისკენ წავიდნენ სულ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ წავიდნენ სულ და უკან და უკან აღარ დაიხიეს. რატომ? იმიტომ რომ იმ სიხარულმა, რამაც მონანიების შემდეგ გადარჩენა აჩუქა, ის ადამიანები შემოსა ძალით, რწმენით აღავსო, ყოველ გამარჯვებაში დამკვიდრდნენ, ყოველ ნაბიჯს, ყოველ გამარჯვებას სიხარულით ხვდებოდნენ და ადამიანები უკან კი აღარ წავიდნენ წინ და წინ. რატო? იმიტომ რომ ღმერთსაც უხარია, როცა ადამიანები მთლიანად ნდობას უცხადებენ მას და მიყვებიან სრულად და მიენდობიან სრულად. ამიტომ ნახეთ, როცა ადამიანი დაიწყებს ბორძიკობას და ეშმაკიც ხედავს, რომ ადამიანი არ მიდის წინ, ადამიანი ხან წინ არის, ხან უკან არის, ხან ნაბიჯს წინ დგავს, მე რაღაცა შეეცვლება, მე ერთი-ორი თვე დაივიწყებს ეკლესიასაც, დაივიწყებს ღმერთსაც, დაივიწყებს სახარებასაც, ისევ გაებმევა იმ ცოდვებში, ისევ გაეხვევა იმ ცოდვებში, ეს ადამიანი უკვე ეშმაკისგან შემჩნეულია, რომ არ არის მტკიცე და არის მერყევი. გესმით? წარმოიდგინე, როცა ხედავს ეშმაკი, რომ ეს ადამიანი არის მერყევი, ეს ადამიანი არ არის მტკიცე, ამის შემდეგ ყოველი საცდური, რაც მას უნდა შესთავაზოს, ძალიან კარგად იცის ეშმაკმა. და თუ ადამიანი ყოველ საცდურზე წამოეგობა, ისევ უკან და უკან. ანუ როგორც პავლე მოციქული ამბობს, მე თუ იმას ვაშენებო, რაც დავანგრიეო, ამიტომ ჩემს თავს ვაზარალებო. ანუ ადამიანები წარმოიდგინეთ, დაიწყებენ, დაეცემიან, კიდე დაიწყებენ, მერე კიდე დაეცემიან, კიდე უნდათ, კიდე მერყევი ხარ, მერყევი ადამიანი ხარ. ერთხელ და სამუდამოდ
გადადგი ნაბიჯი. ღმერთს თუ შეპირდი და უთხარი, ღმერთო, მე მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო. მე მინდა რომ შენ წარმართო ჩემი ცხოვრება. მე მინდა რომ ჩემი ცხოვრება შენ მოგიწყნა. თუ ერთხელ გაბედე და ეს ნაბიჯი გადადგი, აღარ დაიხიო უკან, უფალი თუ ხელს ჩაკიდებს, ღმერთი ხელს აღარ გაგშვებს. შენ არ გაუშვა ხელი. შენ ეცადე რომ მას ხელი არ გაუშვა და გაყვე ყველაფერში დაემორჩილო და ღმერთის სული არ მიგატოვებს ყოველთვის შენთან იქნება. რაც ღმერთს არ შეაუნებს, ეს არის ცოდვა. ეს არის როცა ადამიანები იმ ქვეყნიურ ცოდვებში ეფლობიან, რაც ღმერთისთვის სასიზღვრობა არის, რაც ღმერთისთვის არის საძულველი. მოდი, წავიკითხოთ ერთი ადგილი ძვირფასებო. ამაზე ჩვენ იგავები გველაპარაკება. ნახეთ, იგავის 6 თავი არის, 16-დან 19 მუხრამდე წავიკითხავ. ბევრმა თქვენთაგანაც შეიძლება იცით. ნახეთ, 6 რამ ზულს უფალს და 7 რამ ეზიზღება. ხო, საინტერესოა. ნახეთ, პირდაპირ ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ 6 რამეს ზულს უფალს და 7 რამ ეზიზღება. და თუ ეხლა წავიკითხავთ, რეები აქ ჩამოთვლილი, 6 და 7 კი არა, უფრო მეტი არის, 8 არის. გესმით? არის რაღაცეები, რაც ღმერთისთვის მიუღებელია, ატანა არ აქვს ღმერთს და მოდი, საინტერესო არის ეს ადგილი და წავიკითხოთ, ნახეთ, 6 რამ ზულს უფალს და 7 რამ ეზიზღება. ამპარტავანი თვალები. ესმით, ამპარტავანი, ამაყი თვალები. ადამიანები, რომლებიც თითქოს თავის თავში დაჯერებული, თითქოს კიდე სხვა, როცა ადამიანები თავისი ამაყი თვალებით სხვას უყურებენ, სხვას თავს აზრმეტებენ, იქ თუნდაც რაღაცას ეუბნები და აქეთ ისე უჭირავს თავი თითქოს შენ მე რა უნდა მითხრა და შენ მე რა უნდა მასწავლო და ესმით, ეს ამპარტავანი თვალები საძულველი არის ღმერთისთვის. შემდეგ მატყუარა ენა. ისმით, ყოველი სიცრუე, ძვირფასებო, მორწმუნეებო, ღმერთის შვილებო, ქრისტიანებო, არ არსებობს კეთილი ტყუილი. არ არსებობს ტყუილის გამართლება. ტყუილი არის ტყუილი. უხერხულში ჩავარდი და აბა რა მეპასუხა და აბა რა მეთქვა ეხლა ხო? ეს შემეკითხა, ის მკითხა და მოვიშორი თავიდან ხო ესე ტყუილს ნუიტყვი. ვალდებული არა ხარ ყველა ადამიანის ცნობის მოყარეობა დააკმაყოფილო. ვინც რამე კითხვას დაგისმევს, ვისაც რა დააინტერესებს, ვინ რას შეგეკითხება, ყველას პასუხი გასცე, არ ხარ ვალდებული. კითხვა შეუტრიალე კითხვით. ტყუილს ნუიტყვი, კითხვაზე ნუ გასცემ პასუხს თუ არ გიდა პასუხის გაცემა. თუ ადამიანს არ აქვს სინდისი, ზღვარს გადადის, ისეთ რამეს გეკითხება, რაც შენი პირადულია, რაც მისი საქმე არ არის, გეყოს გაბედულება, ან პასუხი არ გასცე, ან კითხვა-კითხვით შეუტრიალო, ან ისეთი რამე უთხრა, რომ მიახვედრო, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი რო იცოდე და ბევრი ცოდე და თვებს გაგითეთრებს. ან რა ვიცი, რაღაცა უთხარი. ნუ ვიტყვი ტყუილს. ნუ ვიტყვი ტყუილს. ესმით? ნახე. ამპარტავანი თვალი მატყუარა ენა. არავით არის სიცრუე. კიდევ ამ არავით არის კეთილი ტყუილი არ არსებობს. აი ხუმრობაში რაღაც, აი უნდა ეცადოს ადამიანი რომ ხუმრობაშიც და აი რაღაცა არ ვიცი, ანეკდოტია თუ რა არის მაქსიმალურად ეცადოს ადამიანი, რომ ტყუილი არ თქვას. მოგასაგებია ახლა ადამიანად ხუმრობა მესმის, მაგრამ ხუმრობითაც არ უნდა მოატყუო ადამიანს. ტყუილს უნდა განერიდო. მატყუარა ენა. შემდეგ უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები. უდანაშაულო სისხლი. ძირფასებო, ეს შეიძლება მხოლოდ მკვლელობას არ ეკუთვნოდეს და არ გულისხმობდეს და აბორტს და კიდე ასეთებს. შეიძლება პირდაპირ მკვლელობას არ გულისხმობდეს. წყევლა იგივე სიკვდილის სურვილი არის ადამიანის. გაიმეტო ადამიანის სასიკვდილო, დაწყევლო ადამიანს. ადამიანი, რასაც არ იმსახურებს, რაც არ ჩაუდენია,
ის მიაწერო ადამიანს, გაიმეტო ადამიანი. ბევრი რაღაცა არის აი ამ პატარა აზრში მოქცეული. ნახეთ, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ანუ ვიღაცის სისხლშიო ხელი აქვსო გარეულიო, ხო? შეიძლება რეალურად არ მოუკლავთ, მაგრამ იმ უსამართლობაში გაურია თავისი ხელი, თვითონაც გაერია ადამიანი, გესმით? არის აი ამ პატარა ადგილას, აი ამ ორ მუხლში ჩამოთვლილი, ორ სამუხლში ჩამოთვლილი ისეთი ჩვევები, ხასიათი, ბუნება ადამიანის, ქვეყნიური ცოდები, მავნე ჩვევები, რაც ღმერთისთვის, როგორც დასაწყისში წავიკითხეთ, სისაძაგლეა. 6 რამს ზულს უფალს და 7 რამ ეზიზღება. და ამას ვთვლით, ნახე, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები. შემდეგ ბოროტების გამზრახველი გული. ბოროტების გამზრახველი გული. წარმოიდგინე, აქ მოქმედებაზე კი არ არის საუბარი. როცა ბოროტს განიზრახავ, შენში ფიქრობ და ვიღაცას იმდენად განიკითხავ, ნიშნულობა არ აქვს, როდის რა მოგაყენა შეურაცხყოფა, ვინ რა გითხრა, გულში ბოროტს ფიქრობ. ესმით, წარმოიდგინეთ, აი როგორი ფაქიზი არის სულიწმინდა, როგორი ფაქიზი არის ღმერთის ბუნება, შენ შინაგანში ვერ ეგუება იმას, რაც მისი საწინააღმდეგო არის, იმიტომ რომ სულიწმინდით ხარ გადარჩენილი, დაბეჭდილი, სულიწმინდა ცხოვრობს შენში და ღმერთის სული გაჩვენებს თავის ბუნება, ხასიათს და გეუბნება. ასეთი უნდა იყოს შვილო შენც. ასეთი ვარ მე, ასეთი ბუნება მაქვს მე. გულში ბოროტს ნუ გაიფიქრებ და ნუ გაივლებ ვინმესთვის. ნახეთ, ბოროტების გამზრახველი გული. შემდეგ საბოროტოდ აჩქარებული ფეხები. ანუ ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად გამწარებული, გაბრაზებული, ცხელ გულზე გადაწყვეტილება მიღებული, დგავს ნაბიჯებს. არ ფიქრდება, განრისხებული არის იმ დროს, არ ფიქრდება, რომ შეიძლება ეს ბოროტი იყოს, ბოროტებისთვის აჩქარება იყოს, შეიძლება ეს უსამართლობა იყოს, მაგრამ იმ წუთას ამაზე არ ფიქრობს. ამაზე საუბრობს ღმერთის სული. ნახე, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები ღმერთს არ მოწონს. ერთი რაღაც მაქვს გაგებული. საზღვარგარეთ ერთ-ერთ ჯარში ესეთი წესი იყო, რომ როცა ჯარისკაცებს კონფლიქტი მოუვიდოდათ ერთმანეთთან, არ შეიძლებოდა, არ ქონდათ უფლება დაეწერათ საჩივარი, სანამ 24 საათი არ იქნებოდა გასული. ანუ როცა უთანხმოება მოუვიდოდათ ერთმანეთში ჯარისკაცებს, უფლება არ ქონდათ დაეწერათ საჩივარი, სანამ 24 საათი არ გავიდოდა ზუსტად იმ კონფლიქტიდან და ამის შემდეგ ასეთი სტატისტიკა იყო და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და კანონი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღარ წერდა საჩივარს. ან რომელმაც სიტყვაზე დაწერა და ელოდებოდა, რომ 24 საათი რო გავიდოდა, ჩააბარებდა და მიიტანდა, აღარ მიჰქონდათ, რატომ? გავიდა 24 საათი და ადამიანებს იმ გაცხარებულ გულზე რა გადაწყვეტილებაც ქონდათ მიღებული, გადაუარათ და აღარ გადადგეს ის ნაბიჯი. ხვდებით? ნახეთ, საბოროტოდ აჩქარებული ფეხების სულს უბას, ნუ აჩქარდები გადაწყვეტილებაში, ნუ აჩქარდები დასკვნების გამოტანაში, ნუ აჩქარდები განაჩენის გამოტანაში, ნუ აჩქარდები იყავი შვიდად, იყავი ღმერთის სულით მართული, იყავი დაკვირვებული, იყავი ბრძენი. ჰალელუია. შემდეგ ცრუ მოწმე, სიცრუე, რამდენჯერ მეორდება ძვირფასებო. ცრუ მოწმე ადამიანი, რომელიც ამბობს სიცრუეს და არ ერიდება ადამიანის წინააღმდეგ. ყოფილ ხართ ასეთ შემთხვევაში, უთქვია თქვენზე ვინმეს რამე სიცრუე და უბრალებიათ რამე? მე ვყოფილი ვარ ძალიან ბევრჯერ. იმდენი სიცრუე და უბრალებიათ, იმდენი რაღაც უთქვიათ, ბოლოს დაუნახიათ და უნანიათ დღემდე. შეიძლება ნანობენ, რომ არასწორი იყო და არასწორად თქვენს და მართლა შეკრეს პირი, მაგრამ იმ წუთას ხო ადამიანი რაღაცის გამო ამას აკეთებდა. გესმით? თუ შენს წინააღმდეგაც ლაპარაკობდნენ,
შენს წინააღმდეგასაც ცილისამებას ამბობდნენ, შენს წინააღმდეგასაც პირს კრავდნენ. ეგ არაფერი. თუ შენ მართალი ხარ და ღმერთი შენთან არის და მხარს გიჭერს, არ შერცხვები, არ დარჩები დაზარალებული, საბოლოო ჯამში გამოფწყინდება შენი სიმართლე. ღმერთი გამოაფწყინებს შენს სინათლეს, ნათელივით გამოიტანს. დიდება უფალს, იმიტომ რომ ის არის სამართლიანი და თავის შვილებს არავის დააჩაგრინებს. ამიტომ თუ ღმერთი შენსკენ არის, ნუ გეშინია რას გიზავს კაცი. თუ ღმერთი შენსკენ არის, იცოდე იყავი გაბედული, იყავი თამამი, იყავი ნაბიჯების გადამდგელი, იყავი მტკიცე, იყავი სული თავსებული. ალელუია, დიდება უფალს. ნახეთ შემდეგ. ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი. სიცრუეს რო ავრცელებს. ეხლა ჩვენ ხო ძირითადად მორწმუნეებზე გვაქვს უფრო საუბარი. ეს სიცრუე რა სამწუხაროა რომ მორწმუნეებში ვრცელდება ხოლმე. როგორი სამწუხაროა. ამ ბოლო დროს რასაც ვაკვირდები ძვირფასებო. ერთი ტაქტიკა აქვს ყველას მიმართ ეშმაკს. თუ მინდა დენომინაციები ავიღოთ. ყველა დენომინაციის მიმართ, ეკლესიების მიმართ, ქრისტიანების მიმართ აქვს ერთი კარგი ტაქტიკა. რა არის ეს იცი? სწორედ ესმოდეთ, სწორედ შეიძლება კითხულობდნენ, სწორედ შეიძლება ასე რომ ვთქვათ, სწორ საძირკველზე იყვნენ დაშენებულები, მაგრამ ბოლომდე არც ჯეროდეთ და თვითონ არ ასრულებდნენ იმას, რაც დოქტრინაში უდევს და რაც მართლა საფუძვლად უდევს ქრისტიანობის სწავლებას. ანუ თითქოს გამოიყურებოდეს ეკლესიაც, დენომინაციაც ისე რომ ქრისტეს სიტყვის მპყრობელი არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში სწავლებას და დოქტრინას რომ ჩახედო და ჩაუკვირდე, საუკეთესო აქვს დოქტრინაც და სწავლებაც. ქრისტიანული, დაფუძნებული ქრისტეზე. ყველაფერი კარგი, მაგრამ არც ბოლომდე სჯერა თვითონ, არც ბოლომდე ღებულობს. არც თვითონ იცავს ისე როგორც უნდა იცავდეს და სუმთლად სისტემაზე არის გადასული და მორგებული. ეს არის ძალიან სამწუხარო. ხტებით? ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი მზაკრობა. კი ბატონო კაცო, დაიჯერე, გეჯეროს ხო, როგორ ეულება ფარაონი მოსეს. წადით და თქვენ ეცით თაყვანი, კი ბატონო, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე ეცით თაყვანი. თქვენს ღმერთს ეთაყვანეთ, მაგრამ ჩემს ტერიტორიაზე, აქ ეცით თაყვანი. გესმით? ეშმაკი თანახმა არის. კი ბატონო, წამდეს, მაგრამ ჩემთან იყავი მაინც, ჩემს ტერიტორიაზე იყავი. იყოს ცოცხალი ღმერთი თქვენი, მაგრამ ჩემი ტერიტორია არ დატოვო, ჩემთან იყავი მაინც. ეს არის ერთ-ერთი დიდი მზაკრობა, ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება უბრალოდ ეხლა არ მინდა რომ ამაზე დრო გაგვიწევს. როგორც კი ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი. ძმათა შორის სიცრუის მთქმელი. შურით, ბოროტებით ახსილი ადამიანი, რომელიც განხეთქილებას თესავს და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი არსებობენ, ძალიან ბევრი თქვენ შეხვედრიათ და ძალიან ბევრი თვითონაც მიმხვდა რა არასწორ მახეში გაბუმულა ეშმაკისა. განხეთქილების თესველი, ძმათა შორის, აი ამ სიცრუის გამავრცელებელი, ბოროტების გამავრცელებელი, ეს ყველაფერი როგორც წავიკითხეთ ღმერთს ძულს. მოდი, თავიდან ბოლომდე ერთი კიდე წავიკითხოთ, რაზეც საუბრობდი, თუ იმე შემოგვიერთდა ამ დროს გაიგოს, ნახეთ, 6 რამს ძულს უფალს და 7 რამ ეზიზღება ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო, სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების გამზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები, ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის გამხეთქილების თესველი. ღმერთს ეს ყველაფერი ძულს. ალელუია. მადლობა უფალს რომ დღეს აი ამ სიტყვით, აი ამ შეგონებით, თუნდაც ღმერთის სიტყვიდან წაკითხული მუხლებით რაღაცა შემოვიდა ჩვენ შინაგანში, რომ იესოს სახელით დღეს შეგვიძლია გამარჯვებისკენ გადავდგათ ნაბიჯები და ყველა დამაბრკოლებელი ცოდვა თუ რა მეყოფილა ან არის ჩვენ ცხოვრებაში
მოვიშოროთ სული წმედის ძალით, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენსკენ არის და თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, როგორც წეგან თქვი, ვინ გამოა ჩვენს წინააღმდეგ. ძვირფასებო, მოდი ჩაუკვირდეთ ღმერთის სიტყვას და მის სულს. ყურადღებას ვამახვილებდით სინდისზე. ძალიან კარგი კონტროლი არის. ძალიან კარგი ბანომეტრი არის. ბოდიშით ამ გამოთქმაზე და შედარებაზე სული წმიდასთან ერთად სინდისი შენში. იცოდე თუ რამეში სინდისი გდებს მსჯავრს, თუ რამეში სინდისმა დაგდო მსჯავრი, იცოდე რომ სული წმინდაც მსჯავრს გდებს და ღმერთისგან მსჯავრდადებულიყარ. სხვა ადგილზე იოანე ამბობს, თუ ჩვენი გული გდებსო მსჯავრსო, ხვდებით ამას გულისხმობს სინდისი, შენი გული გდებსო მსჯავრსო, მაშინ ღმერთი ხო შენს გულზე დიდია და ისიც დაგდებს მსჯავრს, მაშინ ღმერთის წინაშე ხარ მსჯავრდადებული. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ძვირფასებო დღეს უთხრათ უფალს რომ ღმერთო, მე მჯერა და მწამს რომ შენ იძლევი სიცოცხლეს, შენ იძლევი სულს, შენ იძლევი გადარჩენას, შენ თუ ჩემს გამო გაეკარი ჯვარზე და ჩემს გამო მოკვდი ჯვარზე, ესე იგი შენ რაღაც გინდოდა ჩემგან, ესე იგი შენ გინდოდა რომ მე არ დაუღუპულიყავი და დღეს მე ვეხმაურები შენს მსხვერპლს, შენს თავ განწირვას ღმერთო, როგორ ამბობს იოანე მესამე თავის მე-16 მუხლში, ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავის მხოლოდ შობილი ძე, რათა ყველა ადამიანი, ვინც ირწმუნებს მისი ძის სახელს, გადარჩეს და ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ყველა ადამიანი აბსოლუტურად, ვინც ირწმუნებს და ამ ყველაში შევდივართ ჩვენ, ამ ყველაში შედიხარ შენ, დღეს შენ ეუბნები უფალს. ღმერთო, დავიღალე ამ ცოდვილი ცხოვრებით. იმიტომ რომ რამდენი წელი გავიდა და ვერ გამოხვედი იმ მდგომარეობიდან, ვერ შეიცვალა შენი მდგომარეობა, ზარალს ზარალი ემატება, სირცხვილს სირცხვილი ემატება, ცოდვას ცოდვა ემატება, გულგატეხილობას გულგატეხილობა ემატება, სასოწარკვეთილებას სასოწარკვეთილება, ნერვიულობას ნერვიულობა, იმედგაცრუებას იმედგაცრუება, დეპრესიას დეპრესია. არ გამოვიდა ადამიანი ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ უღმერთოდ იბრძვის. იმიტომ რომ ვისთანაც უნდა იბრძოდეს, ვისთანაც უნდა აგროვებდეს, ვისთანაც უნდა დადიოდეს, იმასთან არ აირჩია სიარული. ამიტომ დღეს ღმერთი გაძლევს შანსს და გეუბნება, შვილო, ერთი მონანიება ჩემს გულთან დაგაახლოებს. ერთი მონანიება ჩემსკენ ნაბიჯებს გადაგადგმაინებს. თუნდაც შენი წარსული ოდესღაც რაღაც დონეზე მას ეკუთვნოდა, რაღაც წლები დაკარგე, გავიდა დრო და დღეს აცნობიერებ რომ ღმერთო შენ მჭირდები, ისევ შენთან მინდა ურთიერთობის აღდგენა, ისევ მინდა რომ შენთან ერთად ვიყო, თუ ამას აცნობიერებ და ეუბნები ღმერთს, ღმერთი გაძლევს გადარჩენას უბრალოდ ერთი შენი მხრიდან რაც არის სათქმელი, უდაუთხრა, უფალო იესო ქრისტე, მაპატიე ჩემი ცოდები. აი ეს სიტყვები, რომელიც აიხლა ვთქვი და რომელიც ჩემთან ერთად შეგიძლია გაიმეორო, მხოლოდ და მხოლოდ ეს სიტყვები გაძლევს სრულ გადარჩენას, სრულ კურთხევას უფალი იესო ქრისტესგან. ერთი სიტყვა, ერთი გადადგმული ნაბიჯი, ერთი მიძღვნა საკმარისია ღმერთმა მიგიღოს. უთხარია იმ წუთას ღმერთს, უფალო იესო ქრისტე, მე ვბრუნდები შენთან, მაპატიე ჩემი ცოდები, მიმიღე შენი შვილების რიცხვში, იუფლე ჩემზე, წარმართე ჩემი ცხოვრება, მჭირდები უფალო, შენს გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია, მე შენ მჭირდები, როცა აი ამ სიტყვებს იმეორებ, ან შენი გული ეთანხმება აი ამ სიტყვებს, რომელსაც მე ვამბობ, მჭირდები უფალო, მაპატიე უფალო, დამეხმარე უფალო, მე მინდა შენთან უფალო, როცა ამ სიტყვებს იმეორებ, ან ეთანხმები და გულში მაინც ამბობ, ამის, იცოდე ღმერთი უსმეს შენს გადადგმულ ნაბიჯს, უსმეს შენს ხმას, გულის თქმას, გულის ხმას, რაც შიგნიდან გამოდის, ამას უსმეს და ღმერთი გაძლევს პატიებას, იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი, ღმერთმა თავისი ძე შენს გამო მოავლინა ქვეყნად, რომ შენ არ დაიღუპო და გქონდეს საუკუნო სიცოცხლე. თუ ვინმეს დაეხმარა ეს სიტყვები, ეს გადაგება, ეს მაგალითები, და უფალმა გაკურთხოს და ეს
შენი კომენტარით იქნება თუ ლაიქით იქნება თუ ამინით იქნება დაამოწმე რომ და ეს იყოს ეშმაკისგანაც დანახული რომ შენ ღმერთის მხარეს ხარ და არა ეშმაკის მხარეს რომ შენ ეთანხმები ყველაფერს იმას რაც ჭეშმარიტებაა რაც ღმერთის სიტყვიდან არის და შენ ამბობ დღეს რომ ღმერთო მე შენთან ვარ შენი ვარ და შენ წარმართე ჩემი ცხოვრება და თუ გაყვები უფალს იცოდე მომენტალურად შეიცვლება შენი ცხოვრება ისე როგორც ჩემი ცხოვრება შეიცვალა ისე როგორც თქვენი ცხოვრება შეიცვალა ვინც დღეს აი ჩართულები ხარ და ამდენი ადამიანი რომელიც უყურებს და ამოწმებს ყველა ადამიანი ამბობს რომ მე შევეხე უფალს მე ვიცი უფალი ღმერთმა მაპატია წოდები და ღმერთმა მომცა ხსნა ასევე შეიცვლება შენი ცხოვრება თუ სადმე ამოგივარდა ეს ვიდეო დაახლოებით 30 დღე ინტერნეტში იდება შემდეგ შლიან ხოლმე ავტომატურად იშლება Facebook-ზე იცით ეს ლაივები ამ ბოლო დროს ამიტომ თუ სადმე ამოგივარდა შენთვის იყო ეს ვიდეო და შენთვის მასაუბრა დღეს ღმერთმა ეხლა უნდა ვილოცოთ ძირფასებო განკურნებაზე განთავისუფლებაზე იცით ძალიან ბევრმა რომ ბევრი განკურნება ბევრი განთავისუფლება ხდება ხოლმე ლაივის დროს და ბევრი ადამიანი ამოწმებს ხოლმე რომ განთავისუფლდა და განიკურნა ნიშნულობა არ აქვს დღეს რისი რწმენაც გაქვს შენ ღმერთი მოგაგებს პასუხს შენს რწმენას მიაგებს ღმერთი პასუხს შეიძლება შენ დღეს განკურნება გჭირდება გჯეროდეს რომ აი ამ წუთას და აი ამ ლოცვის დროს ღმერთის სული განკურნავს შენ გჯეროდეს რომ ღმერთს შეუძლია შენი განკურნება როგორც მრავალი განუკურნავს ისე გაკურნავს შენ არ აქვს მნიშვნელობა ადგილს სად იმყოფები არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ სული წმინდა არის მკურნალი და არა ვინმე მსახური იესომ თქვა ჩემი სახელით გააკეთებთ ამას ანუ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ ჩვენი სახელით არამედ იესო დგა ამ ყველაფრის უკან რადგან მის სახელს ვახსენებთ და იესო ეხლა შენთან არის იესო სადაც არ უნდა იყო ეხლა შენთან იმყოფება იესო ნაზარეველის სახელით ალელუია როგორც უფალმა თქვა ჩვენ ვიყენებთ ზეთ ძირფასებო ზეთი არის ფიზიკური ღმერთის სული არის სულიერი რომ ფიზიკურში გამოვლინდეს ჭირდება მატერიალური ანუ ჭირდება ფიზიკური ეს არის მატერია ეს არის ფიზიკური მოდი ჩვენ ვიცხოთ ზეთი ალელუია თუ ვინმეს გაქვთ შეგიძლიათ ზეთის ცხება გაიკეთოთ იესო ნაზარეველის სახელით ალელუია უხმოთ ღმერთის სულის ძალას შენს განკურნება განთავისუფლებაზე შენს ტკივილზე იესო ნაზარეველის სახელით name of Jesus Christ oh fire dorken de faradash derga იესო ნაზარეველის სახელით და მოვიდეს ღმერთის სულის ძალა ღმერთის სულის ცხებულება იესოს სახელით oh Jesus Christ მოდი იყავი სრულად იყავი აი ამ წუთას მართული ღმერთის სულის ძალით იესო ნაზარეველის სახელით oh la framaradashi darakreberedashi dergas hallelujah thank you Lord Jesus Christ hallelujah welcome door of fire Lofan drekere fan de shido rekremere de shidere krais. Yeso nazarevelis sachel. Wakep. Shen sachel supalurad ga shen kharm kurnali. Oh la framada. Jesus Christ. Sondor fry. Jesus Christ. Ayam tuta supalogmo saat sheni sitqwa itesebuda. Saat sheni sitqwa ikadageboda. Ayam tutas qvela ujags wakurtxel. Yeso nazarevelis sachel dwatsxadeb. Sheni sulis datsva supalo. Oh, felki lover dere shidere krebar de shidere kreba. Yeso nazarevelis sachel. Jesus Christ. Sondor fry de shidere kreba. Oh, name of Jesus. Salamon Lora fare de shidere gregas. Hallelujah. Vints ayam tutas gankurneba sitxos. Სულოწმიდაო შენ ხარ მათთან აი ამ წუთას შენი სულის შეხება მოვიდეს ჰალელუია welcome doshinder far name of Jesus Christ შენი სულის შეხება შენი სულის კურნება ო name of fire ოკრებდა შდერგას ჰალელუია ღმერთი პასუხობს რწმენას ღმერთი პასუხობს შენს რწმენას აი ამ წუთას შენ გაქვს რწმენა განკურნების იესო ნაზარეველის სახელით Olaf ramere de shidara krebere de shinda ne fairo krebere de shat rakarabara da shidarga hallelujah hallelujah ზეპასეო ხედულობაზე მეძლევა ლოცვა იესო ნაზარეველის სახელით აი ამ წუთას ვისაც ხედულობის პრობლემა აქვს ნიშნულობა არ აქვს რა დიაგნოზი დაგისვეს იესო ნაზარეველის სახელით Jesus Christ oh fire krab
შენი მხედველობა სრულად აღდგეს. აი ამ წუთას იესოს სახელით არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, არ აქვს დიაგნოზს მნიშვნელობა. იესო ნაზარეველის სახელით, იესო ნაზარეველის სახელით აღდგეს. ო ლაფრა ბარადაში და რაკრაბა ლეფერედოში და როკრაბა რაგარაგას. ჰალელუია. ძურფასებო, ნახევარ საუკუნეს მიუკაკუნე, მაგრამ თვალების პრობლემა არ მაქვს, სათვალეს არ ხმარობ. იყო დაახლოებით 1 წლის უკან, რომ შევატყე, რომ რაღაც ვეღარ ხედავდი ისე ასოებს, როცა ბიბლიას ვკითხულობდი, როგორც მანამდე ხედავდი. დავიწყე ამასთან დაკავშირებით ლოცვა. იესო ნაზარეველის სახელით. როგორც თვალებიდან მართლა რაღაც წავიდა და მოგძვრა. იესოს სახელით ვაცხადებ დღეს, რომ ყველაფერს საუკეთესოდ ხედავ. აი აქედან შემიძლია ის პატარა დაწერილი კომენტარები წავიკითხო. სათვალე არ მჭირდება იესოს სახელით. მე მქონდა შევატყე 1 წლის წინ, რომ იყო ეს პრობლემა. მე ვიცი, ასაკთან ერთად ადამიანებში მოდის, მაგრამ ასაკს ნუუყურებ, წლოვანებას ნუუყურებ. იესოს სახელით. აი ახლა შენ რაც გაწუხებს, მნიშვნელობა არ აქვს. რა ტკივილიც არის, რა ავანტყოფობაც არის, იესო ნაზარეველის სახელით. Name of Jesus Christ. იესოს ჭრილობებში ვაცხადებ შენს განკურნებას. აი ამ წუთას დაიდე შენი ხელი შენს მტკივან ადგილას, რაც გაწუხებს და რაც გტკივა. ო ჰალელუია, ღმერთის სულის თანდასრება არის. ძლიერი თანდასრება არის აქ. შენ უნდა იგრძნო ეს თანდასრება. ეს სული არის მკურნალი, რომელიც შენ გეხება. ეს სული ანთავისუფლებს. ეს არის სული წმინდის ძალა, რომელიც შენ გეხება აი ამ წუთას და თუ შენ გძნობ სული წმინდის შეხებას. დაიდე ხელი შენს მტკივან ადგილზე და აი ამ წუთას მოუხმოდ იესო ქრისტეს ჭრილობებს. მისის ოლაფრაბარადა შედერეკ. Name of Jesus Christ. Ole kramo nefaredos in the lekraba. Hallelujah. Oh hallelujah. ძვირფასებო, თავისუფლდება ღმერთის სულის ძალა. მე ვგრძნობ როგორ თავისუფლდება მისი სულის ძალა. ჰალელუია. და იოანებს აი ამ წუთას შენზე. ო კრებრამარა და შადა. იელო კურმარა და შადა. ლეფრემერე და შადა. ჰალელუია. კრებარა და შიდა ლა კრება. ჰალელუია. 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 ძვირფასებო, არის ქალური დაავადებები, რაც მუცლის ღრუსთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვის რა დიაგნოზი აქვს ამასთან დაკავშირებით, იესოს სახელით. აი ახლა, რა კრაბარა, Jesus Christ. იესო ნაზარეველის სახელით. სული წმინდა არის მკურნალი. ღმერთის სული შენს ყველა პრობლემას შენს მუცლის ღრუში ეხება. იესო ნაზარეველის სახელით. Oh, mama madera fara do credes in la craba. Elo fai dorke de shada. Hallelujah. Yesus სახელით. Hallelujah. არის წნევების პრობლემა, ძვირფასებო. წნევის ცვალებადობა, მაღალი წნევები. იესო ნაზარეველის სახელით. გიკრძალა უმოქმედებას. Oh Jesus Christ. ყოველგვარი სისძარღვების პრობლემა, ყოველგვარი სისხლის მიმოქცევა, ყოველგვარი წნევის პრობლემა, იესო ნაზარეველის სახელით გიკრძალავთ მოქმედება. Oh Jesus Christ. Hallelujah. Thank you Lord Jesus. Hallelujah. Father Shtergas. Hallelujah. Diabetes diagnoze. იესო ნაზარეველის სახელით. იესო ნაზარეველის სახელით. ყოველგვარ დიაბეტის მდგომარეობას, დიაგნოზს უკრძალავთ მოქმედებას სხეულში. ოლეკრაბარა და შედერგეს. დარეგულირდეს ყოველი welcome doshde far doshde krebede kara lefer dore kraba dishde rekrebere kaba. Hallelujah. Jesus terkempore de fash de gas. Hallelujah. 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 Welcome doshde gas. Hallelujah. ძვირფასებო, არის ადამიანი, ვისაც სიარული უჭირს. სიარული უჭირს, ტრანვის შედეგად არის რაღაც პრობლემა, რაღაცას ვხედავ, რომ ეს არის ისეთი პრობლემა, რაც სიარული უჭირს, ანუ ადამიანს ვხედავ, რომელიც ძლივს დადის. იესო ნაზარეველის სახელით. ო მამანდარაკას. Hallelujah. Thank you Lord.
Hora bradash. Ishdolofa. Erekem dorefant. Shailov. Hallelujah. Sheni sulit. Sheni sachelet. Yeso. Nazareveli sachet. Watzchadel. Srul kurnemas. Welcome, Jesus Christ. Hallelujah. Waramat dashtekramada gardashtekas. Hallelujah. Xerxemalis tqivili visats gavt. Visats xerxemlis წელის ტკივილი გაწუხეთ. დაიდეთ აი ამ წუთას წელზე ხელი. იესო ნაზარეველის სახელით. Jesus Christ. Jesus Christ. Jesus Christ. Oh fire krabadikas. Hallelujah. 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 Ora krabada. Dora krabaradash. Yellow fine dora kap. Yeso nazarevelis სახელით. Oh mama mashada. Shada la krabarada shada. Leferedo krama. Hallelujah. დიდებული ხარ შენ. Oh hallelujah. მადლობა შენ. მადლობა რომ შენ სიტყვას შენ ვერ წყავ, შენ ვერ პასუხობ, შენ ვერ ბეჭდა უფალო. მადლობა ამ განკურნებებისთვის, მადლობა ამ მონანიებისთვის, მადლობა ამ დამოწმებებისთვის, მადლობა უფალო ღმერთო, რომ შენ გეძლევა საშუალება და ამ პლატფორმა შენ იყენებ მრავალი ადამიანის გადასარჩენად, განსაკურნებლად კურთხევისთვის უფალო. Oh Jesus Christ. მრავალი ადამიანი მოიზიდე ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ლოცულობთ ეკლესიებზე უფალო საქართველოში, ლოცულობთ თელ საქართველოზე, ლოცულობთ უფალო ღმერთო. Თლიანად იესო ნაზარეველის სახელით ჩვენს ტერიტორიაზე, შემოსვლაზე, გამსვლელზე, იესოს სახელით უფალო, ლეკრაბარა და შიდარა კრაბარაგას და ვაკურთხებთ ყველა ოჯახს, ყველა ჭერს უფალო, რომ მისცე კურთხევა, მისცე პატიება, მისცე შენი სული თავსება უფალო, მისცე ზეციდან შობა თითოეულ ადამიანს, ვისაც სიბრძნე ჭირდება, შენ გაუცხადდე უფალო და გთხოვ შენი სულით. ქრისტიანებში იყოს ერთობა, სიყვარული და ყველა ის კეთილი განცდა უფალო, სურვილები, გრძნობები, რომელზეც დღეს ვილაპარაკეთ, რომ განრიდებულები იყვნენ ყველა ქრისტიანი, ყოველგვარ ეშმაკის შემოტევას, მზაკრობას და მის ხრიკებს იესო ნაზარეველის სახელით. Hallelujah. მადლობას გიხდით. მიიღე შენ ქება დიდება თაყვანისება და მადლობა ყველაფრისათვის. ერთადერთო ჭიშმარიტო ღმერთო, წმინდა უსამებაო, მამაო ძეოსულო წმინდაო. ამენ, ამენ. უფალმა გაკურთხო ძვირფასებო, უფლის მადლი იყოს თქვენთან. მე ვფიქრობ, რომ თქვენც გრძნობდით ამ სულიწმინდის ძლიერ თანდასრებას, იმიტომ რომ მე გრძნობ თელს ოთახში, თელს სხეულში, თელს სულში მისი სულის ძლიერ თანდასრებას, რომელიც მოედინებოდა აი აქედან და ღებულობდით თქვენ. ყველა ოჯახი, სადაც ეს სიტყვა ისმოდა და მოესმინება ვინმეს და კიდევ გაისმევა და იყოს ნაკურთხი და ყველა ადამიანი, ვინც ღებულობს აი ამ სიტყვას და ვინც ისმენს და მიეცეს ზეცინაშობა, თავისუფლება, სიყვარული და სიხარული ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ღმერთმა დაგლოცოთ იესოს სახელით. ამენ. თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ გადაუზიაროთ, როგორც გითხარით, 30 დღე იქნება ქსელში ეს გადაგება. ღმერთის მადლი იყოს თითოეულ თქვენთაგანთან. ამენ.